მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მეგობრებო, მინდა ამ სამწუხარო თემას ისევ შევეხო და გამოდის უკვე ფაქტები მის შესახებ, აგერ ვუახლოვდები ახლა საპატრიარქოს კარებს და ყველას დაგპატიჟებთ. ვისაც გაინტერესებდეთ ის თემა, რომ ეკითხებოდით, რომ შენ შარშან განაცხადე, რომ ილია მეორე არის მკვდარი, როგორ გავიგოთო. როგორ გაიგოთ, მეგობრებო, და აი ძალიან მშვენივრად, ისე როგორც ვთქვი, ისე უნდა გაიგოთ რა. ეხლა უკვე გამოდის ის მტკიცებულებები, აგერ უკვე თავიანთმა ხალხმა დაიწყეს წვილი. თურმე ხალხს მრევლს მიცვალებულზე ალოჩინებდნენ როგორც ცოცხალზე და ანათლინებდნენ ბავშვებს, ეს მართლაც სატანისტები. სატანის ანტიქრისტიანო საპატრიარქოში ილო მეორის წმინდანად შერაცხვა კარგად ხნის დაგეგმილია. ხალხს მრევლს მიცვალებულზე ალოჩინებდნენ როგორც ცოცხალზე და ანათლინებდნენ ბავშვებს. ეს მართლაც სატანები. აი რას წერს ბერი თიომა ბეთანიელი. ალბათ თომა ბეთანიელი შერაცხულია ჩათვალეთ სანამ სამარებდნენ იქამდე შერაცხული იყო 20 დღის უკან გადაწყდა აბა ეხლა იფიქრეთ სიმართლე არ ვამბობ ერთი წუთით დავამატოთ ესე იგი, როდესაც გათიშეს გონებრივად და ფიზიკურად სხეული არ ემორჩილებოდა, ვერ რეაგირებდა და მიაჯაჭვეს სავარძელს. ყარდა პამპერსიც არ იფარავდა შეუწყვეტეს კურნალობა, აღარ უსხამდნენ გერმანიაში სისხლს. ძვირიაო, მიუხედავად ამისა, მას ჩაუსვეს ხელოვნური ძვირად ღირებული პრეპარატი, რომელიც გულის ფუნქციას ასრულებდა. ცირკულაციის ფუნქციას ასრულებდა და გარდაცვლილის სხეულის ჟანგბადს მიაწოდებდა, რომ ადამიანის ცოცხალი იერი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მეცნიერებმა ვერ შეძლეს სხეულის შენარჩუნება. ეს იყო ექსპერიმენტი. სხვათა შორის მე შევქმენი ტილოზე დახატული ილია მეორის სურათი და თეთრი მოზაიკით ვერ ხედავ. დავამატოთ რაც არის წაიკითხეთ თქვენ თავად ნუ მოკლედ ბერმა თომამ შექმნა რაღაცა სურათი მოზაიკით გააკეთა და ასე დაწერა ამათგან აბა რას ელოდით ეგენი არ იყვნენ ქვეყნის მტრებს ვეღარ კითხულობ რა ერთი წუთი გავადიდო. სათვალე ხო არ კიდე სათვალე. ნუ მე საუბრობს ვიღაცეებზე რა, აღარ არის საჭირო. სათვალე არა. ჯანჯღარია პრობლემა, გესმის? ჯანჯღარი. ჩემთვის ისედაც პრობლემაა ეს ასოფგერების გადახდება. ხო, მოკლედ მეგობრებო, აგერ ბერმა თომამაც დაიწყო საუბარი თუ რას აკეთებდნენ ილია მეორის სხეულზე. და რა ექსპერიმენტებს ატარებდნენ და ის რომ გარდაცვლილი იყო მე თვალნათლი შეიმჩნეოდა კამერაზე რა და სურათებზეც. მოკლედ ამის დაჯერება არავის არ უნდა და ბრმა და ყრუ მოდგმას და დაიწყეს რა თქმა უნდა იმ ადამიანის გამტყუნება რომელიც სიმართლეს ამბობდა. როდის იყო ადამიანი მართალი ადამიანი მართლდებოდა ამ ჯოჯოხეთში, ხო? არასდროს. ასე რომ არ გამკვირვებია მეგობრებო, რა თქმა უნდა ჯოჯოები, მატყუარები და ადამიანის განმკურდელები ყოველთვის მართლდებიან, თუმცა მართალი ადამიანის დანახვაზე გული უსკდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ბრმა, ყრუა და სირაქლემასავით ცხოვრობს. სირაქლემასავით, ანუ მიწაში ჩარგული თავით ცხოვრობს, ხო? ასე რომ ჩემო კარგებო, კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ ისეც რომ რასაც სიმართლეს გეუბნებოდით, რითი გაგებაც არ გინდოდათ და სირაქლემებივით მართლა თავს
მიწაში თუ სადაც გინდა იქ ყოფდით, ხო? აი ეგ არის პრობლემა, რომ ადამიანს არ უნდა სიმართლის გაგება. ეს ჩემი პრობლემაა. ნამდვილად ნაკლებად არის, იმიტომ რომ ვისაც გაგება არ უნდა და სიმართლის თვალებს ჩახედვა არ სურს, აუცილებლად შეეჯახება ბოლოს ისეთ სიმწარეს, რომ რა ვიცი რა მოუვა. რაც უნდა ის მოუვიდეს, ეს ჩემი საქმე აღარ არის. ასე რომ ჩემი საქმე არის ის, რომ მე გაგაცნოთ სიმართლე და ვინც მიიღებს, ვინც არ მიიღებს, კარგად იყოს. ვინ არის ბერი თომა თქვენ მართლა ბრმებო? აი, მოდი რა, კარგი რა. ვინ არის ბერი თომა კი არა, ვინ არის ვაფშე შიო რა. მოდი ესე ვთქვათ რა. ვინ ჩემი ფეხები იყო ილია მეორე რა. აი ესე გავაკეთოთ, მოდი რა. ხო და ორლიანა როგორც ჩანს არის დაქირავებული ბოტი, ხო? ესეთი ხარ, ხო? თუ ტროლი ხარ, თუ ვინა ხარ, ვინ ჩემი ფეხები ხარ ვაფშე და რა. ვინ ჩემი ფეხები ხარ შებრმავ მართლა რა. ხო და ვისაც არ უნდა სიმართლის გაგება, ის მყრალ ადამიანსაც ანათვლინებს შვილებს. აი ესეა ჩემო კარგებო. აბა ორლიანა შენი სახელი და გვარი დადე აქ და გითხარი ვინ ხარ ვაფშე? ვინ ხარ? ვინ ჩემი ფეხები ხარ მითხარი? გაქვს საერთოდ სახელი ან გვარი? არა გაქვს, ხო? ბერი თომა არის ის, ვინც გამოიტანა სიმართლე. დანარჩენებმა იყიდეს, რომელიც სინოდის წევრები ყველანი ნაყიდი არიან. გადაუხადეს რამდენიმე ათასეული დოლარები და გააჩუმეს. დიახ, ასეა ჩემო კარგებო, ასეა. ვისაც გადაუხადეს, ის გაჩუმდა და ხმა ჩაიგდო, გაიყიდა. და ვისაც არ გადაუხადეს, იმან სიმართლე გამოიტანა და ვისაც საერთოდ არ გადაუხადეს და სიმართლე დაინახა, მან ხმა მაღლა თქვა, მაგალითად როგორც მე. ხო, როგორც მე გაგიცხადეთ სიმართლე 23 ნოემბერს. დიახ. და დაახვიეთ აქედან ილიას ფანებმა რა. დაახვიეთ ჩემს გვერდიდან ვიღაცა პატრიარქის ფანატიკოსება, გინდა ახლანდელი და გინდა წარსული პატრიარქი არის თუ ვინც არის პატრიარქად, ის ჩემი პატრიარქი არასდროს არ ყოფილა. არც ეს არ არის ჩემი პატრიარქი, არც შიო და არც ილია რა. ჩემი პატრიარქი არის ქრისტე. და ვისაც ქრისტე არ გევასებათ, იყავით აყროლებული ხალხის მქონე პირის მიერ მართულნი. ესენი არიან როგორც ილია მეორე აყროლებული და ბოლომდე აყროლდა, ისე შიო, რომელსაც უკვე აგერ ხედავთ რას დაამსგავსეს კაცი. რას დაამსგავსეს. ხო? ხო. წავედი ახლა.